ასეთი ტიპის ჩართულობამო ნაციონალური მოძრაობაო, გისმენთ? არ ვიცი. გასაგებია, რასაც მეკითხებით, თუმცა არ ამგონია დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ იყოს ეს წინა საარჩევნო კამპანიის, ასე ვთქვათ, კამპანიის ფარგლებში. ეს არის ადამიანი, ექს-პრეზიდენტი, მოქმედი მსოფლიო რანგის პოლიტიკოსი, ამ პარტიის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნის, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი პარტიის თავმჯდომარეა და ემზადება არჩევნებისთვის უკრაინაში. ყველაფერთან ერთად, ხო? მიუხედავად ამისა ის დროს გამონახავს და ბუნებრივია მე დარწმუნებული ვარ, ეხა CNN-ზე და BBC-ზე არის, თვე არ გავა ისე პირდაპირ ჩართვაში, ეხა რუსთავი ორმა რო ჩართული. არა, მე სხვა რამე, მე დარწმუნებული ვარ, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, მით უმეტეს დღეს ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ძალიან ბევრი რამ ხდება, როგორც ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე, არის საინტერესო ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება ის თქვენ საარჩევნო კამპანიაში? მე ვერ გეტყვით მას, მე დარწმუნებული მე გითხარით, ის არის ძალიან დაკავებული, იმიტომ მას აქვს ძალიან დიდი პარტია, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ემზადება არჩევნებისთვის უკრაინაში და უკრაინის ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ ეს ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, ეს იმას არნიშნავს, რომ იგი იქნება მოწყვეტილი, ბუნებრივია აქ მიმდინარე პროცესებიდან, მაგრამ რამდენად გამონახავს მიხეილ სააკაშვილი დროს, რომ სხვადასხვა სახით იყო ჩართული, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. კარგით, კიდევ ერთი კითხვა, გვახსოვს ყველას, რომ თქვენი ყავით ის პოლიტიკოსი, რომელმაც მეორე ტურში გადაიყვანე დავით ნარმანია, ახლად მოსული ხელისუფლებაში ქართული